გადავწყვიტეთ, რომ ამ ჯეტურისთვის ჯეტურს ხო აქვს ჯეტური თუ ესე იქნება, ხო? მოდი ჩვენ მას სხვა სახელი შევარქვათ. აი რა სხვა სახელი რო შევარქვათ, ამისთვის საჭიროა გვარის მიცემა, ხო? მაგრამ არის დასატესტი, ხო? და ჩვენ დღეს გადავწყვიტეთ, რომ აი დავტესტოთ შორგზაზე, ხო? და მოდი ჩვენ დღეს თბილისიდან ჩამოვედით გორში, გორიდან მივდივართ ქუთაისში და ვნახოთ აბა როგორ ივლის გზაზე. რასაც ამ წუთას უყურებ არის რაღაც საოცრება. მე არ ვიცი ახლა Range Rover-იც მყავს, ხო? მაგრამ ეს უფრო რაღაცნაირად, რაღაცნაირად მაგრად მომერგო. ახლა ეს მე 1 წლის უკან გავტესტე დუბაიში, მაგრამ 300 კილომეტრი არ მივლია, ხო? მაგრამ გზაზე ეს არის რაღაც საოცრება. მოდი აბა ვანახოთ კიდე მოსახლეობას. ეს არის ჯეტური, ჩვენ რა უქენით ახლა ამ ავტომობილს? ჩვენ ამ ავტომობილს მარტო შევცვალეთ, აი შეხედეთ, დავუყენეთ ზამთრის საბურავი. ეს საბურავი ამისთვის აუცილებელია. დანარჩენი მოვზანდით, დანარჩენი ყველაფერი იგივეა, არაფერი ამისთვის ჩვენ არ შეგვიცვლია, რაც არის ქართულად იგივეა, ხო? მოდი ახლა წავიდეთ ქუთაისში და ჩვენ მას ვანიჭებთ აი ამ წუთას კეთი გვარს. მოდი, წავედით. ერთი რამ უნდა ახსნათ, რომ ეს არის შეხედეთ, მე არ ვიცი, ძალიან ყვაყოფილი ვარ. მეუბნება, რომ რემენი გაიკეთეო და ეს აუცილებელია, უნდა რემენი გავიკეთოთ, რა თქმა უნდა. ახლა ჩვენ ვართ გორში, გორიდან უკვე აქ საწვავი ჩავასხით და მივდივართ უკვე ქუთაისისკენ. ჩვენ დღეს მე და კეთი, ჩვენი აბა კეთი გორიდან გავდივართ და აი უკვე ვართ გვირავში. აი ვიყურეთ. აი ამ წუთას ვართ გვირავში, შეხედეთ, აი ავტომობილი არის რაღაცნაირი, მე არ ვიცი ახლა მე პირადად რა ავტომობილი არ მყოლია, რა ავტომობილი არ მყავს, მაგრამ ესეთი კარგი ავტომობილი მე არ ვიცი. ძალიან დახვეწილი ყველა მიმართულებით, შავი სალონი. ეს მხოლოდ უნდა იყიდოთ მათე მოტორში, იმიტომ რომ მათე მოტორს აქვს ჯეტურის სერვიზი, მეტი ეს საქართველოში კი არა, მათე მოტორს რო აქვს ჯეტურის ცენტრი, ესეთი ცენტრი კავკასიაში არ არის. აი კავკასიაში არა ესეთი სერვიზი და რო იძახია სერვიზი ერთი სადღაც ვიღაცებმა ჯეტური რო იყიდეს შალვა ციცხვაიან დაამტკიცა რომ არსად საქართველოში ჯეტურის ცენტრი არ არის მათე მოტორსის გარდა. და თან არა სერვიზი არსად არ არის. ახლა რო ამბობთ ვარ და ხალხს რო ატყუებენ, ესე არ არის, ხო? აი უკვე ბატონმა შალვამ დაამტკიცა რომ ავტომობილი რომელსაც იყიდით, ან იყიდეთ, აუცილებლად უნდა ნახოთ გადაღებილი არის თუ არა. რაც ამბობს იურისი რომ პასუხს ვაგებ, ყველა ავტომობილი რომელიც გაყიდეს არის შეღებილი თუ პალიროვკა გაკეთებული თუ რაღაცა, ხო? ძველი რაღაც და ხალხს ატყუებენ. და მოდის ყველა ჩვენს ცენტრში, ხო? შესაკეთებლად და ახლა ამის თქმა ისე ძნელია, მაგრამ არსებობს უამრავი ფაქტი, ხო? აი ეს არის რომ მოსახლეობა შეცდომაში შეყავდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოსახლეობა ჯეტურზე აქვს საუბარი, თორე დანარჩენი ვინც რაც გინდა ის იყიდოს. თორე ჩვენი ბრენდია და ჩვენ ამას ვყიდით წელიწად ნახევარია, ხო, საერთოდ ჯეტურის ავტომობილს. ჯეტური ჩვენი სიამაყეა. და ამას ვყიდით ძალიან ბევრ ქვეყანაში, მარტო თბილისში ხო არ ვყიდით. და დღეს რამდენი ავტომობილი ვყავს? 315 თუ 312 ჩამოვიყვანეთ, ხო? ძალიან ბევრი ყოლას გეყოფათ. და წარმოიდგინეთ თქვენ რიგი გვაქვს ჩვენ ამაზე, ხო? ნამდვილად გვაქვს. და სახელი რა შეუძლია? სახელი არის ჯეტური. სახელი არის ჯეტური, გვარი გვინდა. გვარი 3 2 1
ჯეტურ საქართველოს ბარკალაია. ბატონი ჯეტურ ბარკალაია. ჯეტურ ბარკალაია იყოს არის გვარი, ხო? ძალიან კარგი. ჯეტურ ბარკალაია. მოდი, ახლა ვაჩვენოთ. გვარი დავარქვით. აი, ქონდა სახელი, ხო? ჯეტური. ახლა არის ჯეტურ საქართველო ბარკალაია, ხო? კი. ხო. და ამიტომაც ქართულია და ბევრი იყიდება, ხო? და როგორ მოგეწონა დღეს ეს ავტომობილი? ძალიან მაგარია, ძალიან. მაგრა ხო ტესტავთ. ჩემზე უკეთესად ამას ვინმე გატესტავდა? აი ახლა უკვე შემიძლია მომხმარებელს ხმამაღლა უთხრათ, რომ ეს ასწაული ავტომობილია, ხო? აი შეხედეთ. აჩვენეთ მოსახლეობას. აი როგორ არის იცი? მე ახლა Range Rover-ია თქვა, მაგრამ აი მე პირადად Range Rover-ზე ორჯერ არ ვარ დამჯდარი, იმიტომ რომ სულ მძღოლი ჯდება და დიდია რა. და ეს რაღაც არის, მე არ ვიცი, აი შეხედე, აი ისე ლამაზად, კარგად, ისე რბილად დადის, მე ვერ წარმოვიდგენდი რა. და ამიტომ ჩვენ ამას უნდა მივცეთ ოფიციალურად, ხო? 10 წლიანი გარანტია. ხო? და სერვიზი საქართველოში, აზერბაიჯანში, სასომხეთში ჯეტურის ერთი სერვიზია მარტო. ეს არის თბილისში. და ჯეტურის, აი დაშინგი ავიღოთ. დაშინგის 100% ნაწილები ჩვენ გვაქვს. აი გადაგვამოწმეთ ჩვენ ვინც იყიდის და გადაამოწმე ის ვითომ რაღაცას რო ყიდის და ჯეტურს იძახის და არის ჯეტური რა არის. და გადავამოწმეთ ერთი მათი მზადებული ბიჭები, ვაი, ამიტომ არის. აი რა ჭკვიანი კაცი იყო ბაბუაშენი. ბაბუაშენის მამა იყო ჭკვიანი. პური მეპურეს უნდა გამოაცხობიო. 40 წლის განმავლობაში, როცა კალგოტკას ყიდი, მანქანასთან რა გინდა, ავტომობილთან რა გინდა, წადი გააგზელე, ხო? ეს შენი პროფესია იცი ეს საქმე. პურის ყადრი იცი, როგორ იყიდო, როგორ გაყიდო. დიდი განსხვავება სად კალგოტკა და სად ჯეტური, ხო? ნამდვილად. ამიტომ ჯეტური არის მათემოტორსის ბრენდი. და დღეიდან უკვე вообще ხმამაღლა ვიტყვი რა. 12 მილიონი ამას ჩადებული აი ამ საქმეში, აი ამ ბიზნესში და შენ ორი ცალი მანქანა მოყავს, ხება კუჩა ხალხს ატყუებ და მე იძახი არ არის ესე, არ გამოა. უყურე როგორ არის კეთი, მე აგეს ჩინეთში თვითონ ქარხნის მეპატრონი არის სახელმწიფო. მუშაობს 80 კაცი ხელმძღვანელად. დილერი ხარ, ან წარმომადგენელი ხარ, ან რაღაცა ხარ. $3,000 მოგცემენ ამ საბუთს. გინდა ყაზახისტანში, გინდა უზბეკისტანში, გინდა მოსკოვში, გინდა აზერბაიჯანში, მაგალითად $1,000 მოგცემენ. ჯეტურ ჩვენ არ შევეშვებით პირიქით. ყოველ დღე უფრო მეტ შემოვიყვან და მეც გავყიდით. უმრები? და ჩვენ მივიდივართ ახლა რესტორანში.
ეს ბიჭები მომავალი ფეხბურთელები უნდა გამოვიდეს. აუცილებლად. და ჩვენ ვეპატიჟებით ამ ბიჭებს ქუთაისში.